მე მოგიყვებით თუ როგორ გადავედით სტამბოლში მანქანით ბავშვებთან ერთად, როგორ გადავკვეთეთ საზღვარი, რა პრობლემები შეიქმნა, რა დადებითი მხარე აქვს მანქანით მოგზაურობას და როგორ ვაპირებთ ბავშვებთან ერთად 26 ქვეყნის მონახულებას. საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთეთ მხოლოდ პასპორტების საშუალებით, ასევე გქონდა ყველა საჭირო საბუთი, საერთაშორისო მართვის მოწმობა, მანქანის დაზღვევა და ოჯახის დაზღვევა. პირველი დროშაც მივაკარეთ მანქანას და გავეშურეთ ტრაბზონისკენ, სადაც ერთი ღამით დავრჩებოდით და დავისვენებდით. შემდეგ კი ისევ გავაგრძელებდით გზას. დილით ვისაუზმეთ, ტრაბზონიც დავათვალიერეთ, რომელიც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა და ნელ-ნელა წავედით სამსუნისკენ. სამსუნშიც ცოტა დავისვენეთ და 13 საათიანი მგზავრობის შემდეგ გვიან ღამით ჩავედით სტამბოლში. სტამბოლი კი როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო, ღამის სტამბოლი განსაკუთრებით. ღამე სასტუმროში გავჩერდით, რომელიც ერთი ღამე $100 დაჯდა 4 კაცი დილის საუზმის ჩათვლით. სტამბოლში საკმაოდ პრობლემურია პარკირება, ამიტომ მანქანა სასტუმროსთან დავტოვეთ და მთელი ქალაქი დაახლოებით 17 კილომეტრი ფეხით მოვიარეთ. რა თქმა უნდა, პირველი ლოკაცია აია სოფია იყო. აია სოფია სტამბოლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. იგი 528 წელს აიგო ბიზანტიაში. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მუსლიმები გადააქციეს ის მეჩეთად. აია სოფია იყო 1000 წლის განმავლობაში ქრისტიანული ტაძარი. დავათვალიერეთ ტურისტული ადგილები, ძალიან ბევრი ვისეირნეთ, შემდეგ კი წავედით გალათას კოშკის სანახავად. დღეს ვიმყოფებით სტამბოლში გალათას კოშკთან. გალათას კოშკი ყველაზე ულამაზესი ადგილია სტამბოლში. იგი აიგო 1348 წელს. მისი დანიშნულება იყო სადარაჯო. დღეს გალათას კოშკი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. ტურისტები ამბობენ, რომ თუ შეყვარებულები წყვილი ავლენ გალათის კოშკზე, მაშინ სულ ერთად იცხოვრებენ. ძალიან დამღლელი გზაც იყო, მაგრამ ამად ღირდა, რაც იქ დაგხვდა. ასევე მოვინახულეთ ქუჩა, სადაც ფერადი კიბეები იყო. ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ფოტოებში უფრო ლამაზი ცოტა იმედიც კი გამიცროა. საღამოს გემით გასეირნება გადავწყვიტეთ, რომ შორიდან გვენახა ღამის სტამბოლი. გემის საფასური იყო 10 ლარი და ტური 2 საათნახევარი გრძელდებოდა. შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით თუ როგორ გადავედით საბერძნეთში.